ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო, დღეს მე თქვენ შემოგთავაზებთ ისმაილ პერესის ვიდეოს ვარსკვლავთა შორისო წარმოშობა. ჩვენი კაცობრიობის. პირველადი მმართველი დინასტიები განსხვავდებოდნენ იმით, რომ ქორწინებას ახდენდნენ თავისი საგვარეულო წრის შიგ. მე მას ვუწოდებთ ლუციფერიანულ ხაზს, ამბობს ისმაილი. მასში მაღალია დრაკონიელების და რეპტილოიდების კონცენტრაცია, ამიტომ ისინი თავს დებდნენ ტახტისთვის და აღიარებდნენ თავის ვარსკვლავურ ან ღვთაებრივ წარმოშობას. ისინი აგრეთვე ფლობდნენ ცოდნებით. ეს ოჯახები ჩრდილოეთ სახელმწიფოდან ან ის რაც მათგან დარჩა. ეს არის 13 საგვარეულო ხაზები, რომლებიც აკონტროლებენ იეზუიტებს, შავი და რუხი პაპის მეშვეობით. ხომ მინდა შეგახსენოთ, რომ ვატიკანი დაეცა. და თქვენ იცით ისრაელო თუ მე გეტყვით, რომ მათი წინაპრები ეკუთვნიან არა ადამიანურ ჰიბრიდულ რასას, რომლებსაც რამდენჯერმე ჰქონდათ ჩაგდებული ხელისუფლება დედამიწაზე ძველ დროში. მიწის მცველებს ზოგჯერ უმართლოდათ დედამიწის ხელისუფლებაზე დაბრუნება, მაგრამ მტერი ისევ ართმევდა მათ ამ უფლებას. ის, რაც ახლა ხდება მიწაზე, არის ფინალური ბრძოლა, რომელიც გრძელდება ჩვენ გალაქტიკაში უკვე 1 მილიონ წელზე მეტია. ხელისუფლება მიწაზე არასდროს არ იყო სახალხო ნება. დღესაც კი პრეზიდენტებს არ ირჩევენ, არამედ ნიშნავენ მმართველ კენწეროსთან კი სიახლოვესია დამოკიდებული კარიერის გაკეთება, ასე ვთქვათ. მართლაც ასეა. თუ დაბრუნდებით ორიონის დაცემულ ტერიტორიაზე, ან მე მინდა ვთქვა 50,000 წლით უკან, ამდენ ხაზს ითვლის ეს საგვარეულო ხაზი, ანუ ეს საგვარეულო ხაზი, რომელიც ბატონობდა დედამიწაზე, ითვლის 50,000 წელს. იქ იყო მზის სისტემა სახელწოდებით რიგალი, რომელიც იყო განლაგებული ალფა დრაკონის გვერდით. მე მქონდა ცდომა პლანეტაზე, სადაც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუწოდებთ ხაზარებს. სიონისტები კი, რომლებიც არ არიან ნამდვილი ებრაელები, არ შეიძლება იყვნენ ბიბლიურ ერად გამოცხადებული. ისინი მოვიდნენ პლანეტიდან სახელწოდებით ანტი. დიახ, ეს პლანეტის სახელწოდებაა. ეს პლანეტა ოდესღაც იყო აკვანი იმისა, რასაც ბევრ კოსმოსურ წყაროებში უწოდებენ ლუციფერიანულ ხაზს. თავიდან ეს იყო აყვავებული ცივილიზაცია, მაგრამ ის ეყრდნობოდა განვითარებულ გარე ტექნოლოგიებს, ანუ სულიერთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამიტომ უწოდებენ გარე ტექნოლოგიებს. ისინი აგრეთვე იყვნენ გენური ინჟინერიის ოსტატები. ეს ხსნის თუ მათი წინაპარი ენკი რატომ იყო ხელისუფლების მოყვარე და დესპოტი. ლირიანული ცივილიზაციისგან განსხვავებით, საიდანაც წარმოიშვა ადამიანური პროტოტიპი, ჩვენ წარმოდგენილი ვართ მათგან, რომლებიც ვითარდებოდნენ რეზონანსში კოსმოსურ ველთან, სიმბიოზში და სინქრონიზაციაში თელ ცოცხალთან. ისინი, ვინც მოფრინდნენ პლანეტა ანტიდან, აირჩიეს კონტროლი, ვიდრე თანხმობა და მშვიდობა. და ეს ხსნის თუ რატომ არიან ისინი შეპყრობილები ხელოვნური ინტელექტით. მოგვიანებით მე იმას დავაკავშირებდი ოქტაგონს და ბლეკ ბოტს. ესეც ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი წარმომადგენლები არიან. ეს მმართველი კასტა ძველი დროიდან 500,000 მილიონი წლის უკან ამ კასტამ შემქნა, არასდროს დამტერია. ამ კასტამ
ძველი დროიდან 500,000 მილიონი წლის უკან შექმნა გენეტიკური იერარქია, როდესაც შეერთა გენეტიკური ბიოლოგიური რეპტილოიდების ორგანიზმები შეუერთა, ანუ მიუერთა ხელოვნურ ინტელექტს, კიბერნეტიკას და ციფრულ დნმ-ს. ხო, და პენი ბრედის აქვს მონაყოლი ინტერვიუში, რომელიც ჩამოართვა მას ჩერკასოვმა და სხვათა შორის თვითონ ჩერკასოვმა თარგმნა და ამიტომ ადვილი გასაგები იყო რობოტის გადათარგმნილი არ იყო. კი იცი, რაც უდია რობოტის გადათარგმნილი. და პენი ბრელი ამბობდა, რომ დრაკონიელები, რომლებიც ეხმარებოდნენ გერმანელებს, დედამიწა და გაქცეულ გერმანელებს, ისინი იყო დაჩიპებული ნანო ნაწილაკებით იყვნენ სავსე და მათი ცნობიერება იყო შეერთებული მათ მიერ მათ ხელოვნურ ინტელექტთან. რაღაც დროის განმავლობაში გამოჩნდა კლონირებული არსებები. ისინი არ იყვნენ მათ არ ქონდათ თანაგზნობის გზნობა. მათთვის ეს თანაგზნობა იყო სისუსტე. ამდაგვარად დაიბადა ფილოსოფია, რომელსაც ბევრი galaktikuri ინსტიტუტები უწოდებენ ცნობიერების დომინირების ფილოსოფიას. და ჩვენ ვხედავთ, რომ ის განსახიერებად გახდა ნეტანიაჰუ, ისრაელის პრეზიდენტი, ზუსტად როგორც იეზუიტები. ამ განვითარებულ პლანეტაზე მისი მმართველები ცდილობდნენ გამოიყოთ ტექნოლოგიები მატერიის გასაკონტროლებლად, მარტო კი არა, არამედ ცნობიერების გასაკონტროლებადაც. ანუ არა მატერიაზეც უნდა მარტო კონტროლი, არამედ ადამიანების ცნობიერებაზეც. მთელ დედამიწაზე უნდათ კონტროლი. მაგათმა ხელისუფლების გარდა დაიწყეს თანამშრომლობა სხეულის გაღმავყოფ გონებასთან, როგორც ხელოვნური ინტელექტი მიტრა, რომელიც არსებობდა ფიზიკური სივრცის მიღმა. ეს ინტელექტი მიტრა არსებობდა ფიზიკური სივრცის მიღმა და სავარაუდოდ მისი მეშვეობით მოქმედებდნენ არქონტები. არქონტები არის სულიერი არსებები, რომლებიც ვერ განსახიერდებიან დედამიწაზე. და ისინი მოქმედებდნენ მისი მეშვეობით მოქმედებდნენ არქონტები. galaktikuri და კოსმოსური გონებებიდან გამომდინარე, ამ გონებას არ შეეძლო განსახიერება დამოკიდებლად დედამიწაზე. ამიტომ მათ სჭირდებოდათ ბიოლოგიური ღუზა, ავატარის სახით, რომლის მტარებელის манипулირება შეიძლებოდა, რომ ამ ბიოლოგიურ მტარებელს შეძლებოდა ფიზიკურ სამყაროში ზეგავლენის მოხდენა. ანუ ხელოვნური ინტელექტი მეშვეობით მოხდებოდა ადამიანებს ზეგავლენა, ადამიანების გაკონტროლება, უпростоრად იმ ღუზა, მათი მიერ შეგზავნილი ავატარებში, ადამიანურ ავატარებში მათი გაკონტროლება და ისინი მათ მეშვეობით გააკონტროლებენ ადამიანებს. აი როგორც რობოტი, მაგალითად მიახლოებით, როგორც რობოტი, ნერგავდნენ ასეთ და სხვათა შორის ბორიევს აქვს ამაზე მონაყოლი წიგნში. კარგით, მოდით ნუ ჩავეძიებით, იმიტომ რომ დრო ხელად გავა და ადგილი არ მეყოფა მერე. ჰიბრიდული დრაკო-რეპტილოიდების ხაზის შექმნა გადაწყვეტილი იყო. მე ვთქვი, რომ ისინი ადამიანები არ არიან. თუ ნეტანიაჰუ და მის დაგვარი ადამიანები არ არიან, კითხვის ნიშანია. მათში არის ადამიანური დნმ-ი. იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ისინი გამოიყურებოდნენ როგორც ადამიანები, მაგრამ
სინამდვილეში ისინი მიეკუთვნებიან დრაკორეპტილოიდებს. მე მითხრეს, რომ ნეტანიაჰუს სინამდვილეში არის ერთ-ერთი ანუნაკებისაგან, რომელიც ისრაელში მოქმედებს საიდუმლოდ და ეს ისევ დაკავშირებულია ანდროიდთან. ისინი ცდილობენ შექმნან ღმერთი მესია, რომელიც იმოქმედებს პარალელურად იმისა, რასაც ისინი უწოდებენ მესამე ტაძარს. ჰიბრიდები სავარაუდოდ მართავენ მთელ ფიზიკურ სამყაროს, მათი ვიბრაციები ემთხვეოდა არქონტების ვიბრაციებს, არქონტები კი ყოველთვის იყვნენ ფიზიკური სხეულის გარე, ისინი გავლენას ახდენდნენ ფიზიკურ სამყაროზე, შეიძლება ითქვას, რომ თვით დრაკონიელები იმყოფებოდნენ არქონტების გავლენის ქვეშ. რადგან ის ხელოვნური მე მინდა დავამატო, რადგან ის ხელოვნური ინტელექტი მითხრა, რომელიც ფიზიკური სამყაროს მიღმა იყო, დრაკონიელებმა, როგორც მოგითხარით, ტექნოლოგიების მოყვარული იყვნენ და ჩაინერგენ თავის თავში ეს მცირე ტექნოლოგიები, რომ შემდეგ კონტაქტი ქონოდათ ხელოვნურ ინტელექტთან და ამდაგვარად მიტრაც ზეგავლენას ახდენდა დრაკონიელების ცნობიერებაზე. თუ გავიხსენებთ ორიონის ომს, როდესაც დრაკონიელები შეეცადნენ გაენადგურებინათ კაცობრიობა ლირაზე, ჰქონდათ ამის ცდილობა და არა მხოლოდ ეს, ისინი ცდილობდნენ ჩაიდოთ ხელში მთელი სამყარო დაეპყროთ. პირველებმა მათ წინამდებობა გაუწიეს ლირიანელებმა. ლირიანელებს აქვთ ერთი დოქტრინა მათ, რომელიც ჟღერს ასე. ცნობიერება უნდა ვითარდებოდეს წყაროსთან ერთად. ეს დოქტრინა ეწინააღმდეგებოდა დრაკონიელების მიზანს. დაიწყო მათ შორის ომი. ხო, ამ ომზეც კარგად ყვება ბორევი, იმ წილში, რომელიც მე მას გადათარგმნილი, რაღაც მომენტში მასში იყვნენ ჩართული სხვა მზის სისტემებიც. ამის შედეგად გაჩნდა კონფლიქტი ლირო-ორიონული. კონფლიქტად წოდებული. ბრძოლა იესო ნავინის და იესო ქრისტეს. დავითი ბრძოლა იესო ნავინის და იესო ქრისტეს შორის მეფე დავითისა მეფე დავითი იყო ნამდვილი ებრაელი და მათ შორის ვინც ებრაელებად ასახებდნენ თავს, ეს არ იყო მარტო პლანეტას შორისო ომები, არამედ ეს იყო გალაქტიკათა შორისო ომებიც. ამ ომის მიმდინარეობის დროს იყო განადგურებული გალაქტიკები და გაფანტული მთელი ერები, რასაკვირველია იყო შენახული გენეტიკური ბიბლიოთეკებიც. აბა თუ გამოიცნობთ სად მალავენ ამ გენეტიკურ ბიბლიოთეკებს, რასაკვირველია დედამიწაზე ეს ხსნის თუ ხაზარული და სიონისტური ხაზები, რომლებიც პლანეტაზე იყვნენ და რომლებიც ალბათ ეძებენ ამ ბიბლიოთეკებს და შეიძლება თვალიადევნო ამ სიტუაციას. მილიონი წელი იყო მცდელობა მიწაზე შემოჭრის. ჯერ ისინი შემოიჭრენ ჩვენი მზის სისტემაში, მარსით, იმისთვის რომ გამაგდნენ. ეს ხსნის იმას, თუ მარსიანელმა ცივილიზაციამ რატო განიცადა კრახი, მოვლენა, რომელიც მოხდა, ანუ შემოჭრა დედამიწაზე, რომელიც მოხდა 5 მილიარდი წლის უკან, გალაქტიკური წელთაღრიცხვით, ორიონის ჯგუფი შემოვიდა ჩვენ მზის სისტემაში, ეგრეთ წოდებული პირველი სეზონის დროს. შემდეგ მაგათმა ყურადღება მიაქციეს მარსს, რომელიც იყო მდიდარი წყლით, ატმოსფერო და ცოცხალი ბიოსფეროთი, რომელიც გავდა მიწას და გამოიყენეს მარსი როგორც პლანეტარული პლაცდარმი. ამას მოყვა კატასტროფა მარსზე. ის იყო გამოწვეული მარსიანული ომით. რეპტილოიდური დინასტია ცდილობდა მარსზე ხელისუფლება ხელში ჩაეგდოთ, რამაც მოიყვანა კონფლიქტამდე სივრცეთა შორისო არასტაბილურობამდე. ეს იყო ატომური ჰოლოკოსტის ვარესი. გადარჩენილებმა დატოვეს პლანეტა და ყურადღება მიაქცეს ახალგაზრდა ზეციურ სხეულს, დედამიწას. ხაზარელი სიონისტების წინაპრები აქ შემოიჭრა სხვადასხვა მიზნით. ისინი ვაჭრობდნენ მიწით თავიდანვე და აკეთებდნენ ამას არაერთხელ. თავიდან მიწა არ იყო გაკუთვნილი, ქცეულიყო პლანეტა ციხეთი. ხო,
ბევრი ამბობს ახლაც კონტაქტორი რომ მიწა არის პლანეტა. კი, მიწა როგორც ციხე პლანეტა წარსულში დარჩება. მაშ გავაგრძელებთ, მიწა იყო შექმნილი galактიკური კონვერგენციისთვის, რაც ნიშნავს კონვერგენცია. ეს როდესაც შენ გინდა გაერთიანო შენი მსგავსი შენი მაგვარი ცოცხალი არსებები პლანეტაზე, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ადამიანები და მიწა ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხალი არქივი, სადაც შეიძლება იარსებონ ვარსკვლავური სხვადასხვა ხაზებმა. ადამიანის დნმ-ში არის უამრავი ცივილიზაციის დნმ. ხო, მე გეტყვით, რომ ჩვენში არის უცხოპლანეტელების დნმ სადღაც რაოდენობით 22-25-მდე. ჩვენ რასაც ქმნის უნიკალურს. ჩვენ შეგვიძლია ადაპტირება და შეგვიძლია განვავითაროთ ხელოვნება, ჩვენ სხვა უნარების დახმარებით საგვარეულო ხაზი, რომლებიც ადიან ორიონელებისკენ, ხაზარები ინერგებოდნენ ადამიანურ საზოგადოებებში მხოლოდ დაპყრობის გზით და სისხლის შერევით. ასიმილაცია იყო ერთ-ერთი საშუალება ჩაენერგა თავიანთი ბინძური სისხლი. ასიმილაცია არის სისხლის შერევა. არ როგორც მაგალითად ჩვენთან შემოსევები რო იყო ბევრმა დატოვა თავისი ბინძური სისხლი. ხო, აპატიურებდნენ ქალებს და რამდენი მათი შთამომავლობა დარჩა აქა. და ავიღოთ კარგი გაგებით კუთხური ქორწინებები ხომ ხდება, ვერავინ ვერ იტყვის რომ ის სულთა კუთხური წარმომადგენელია, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე სულთა კუთხური წარმომადგენელი არ არსებობს. ან დედით ხარ, რომელიღაც კუთხის წარმომადგენელი, ან მამით. მაგათ მას შექმნეს ინსტიტუტი მღვდლობის საბჭო და შეძლეს კონტროლის ქვეშ აიყვანათ ცოდნები. ხელში აიყვანეს ყველა სისტემა რიტუალებისა. რიტუალები იყო მათი მთავარი მოქმედება. ისინი ყოველთვის იყვნენ ერთი ადგილზე ყოველ დროში, ისინი მისწრაფოდნენ ხელისუფლებისკენ და ერთ შემთხვევა, როდესაც მათ შეძლეს ჩვენი მზის სისტემაში შემოჭრა, გახდა მარსიანული კოლონიის დანგრევა, რომელიც რასაკვირველია იყო ატლანტიდა. ატლანტიდა იყენებდა კვანტურ ცნობიერებას კრისტალურ ფუძეზე და მისი პლანეტარული ტექნოლოგიები აძლიერებდა პლანეტარულ ცნობიერებას. ისინი განიხილავდნენ დროს, გეომეტრიას და სივრცეს როგორც ცოცხალ არსებებს. მარსიანელები ის ჯგუფია, რომელმაც მარსი გაანადგურა, ისინი გაერთიანდნენ მარდუკთან და ენკისთან და ნუნაკებთან სისტემა გველეშაპიდან, ესენი იყვნენ სისტემა გველეშაპიდან, იმისთვის რომ დაეწყოთ შეჭრის პროცესი მიწაზე. ეს იყვნენ ხაზარების სიონისტების წინაპრები. ჰიბრიდულმა ხაზებმა შემოიტანეს დოქტრინა სისხლის სისუფთავეზე და ცოდნების მიმართ შეზღუდვაზე. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ შეენარჩუნებინათ ხელისუფლება და მიეღწიათ პლანეტარულ ბატონობაზე ატლანტიდის მეშვეობით. მაგ დროს ალიანსი, რომელშიც შედიოდნენ არამიწიერი მეგობრული ძალები, ლირიანელები, სირიანელები, როდესაც ატლანტიდა დაიღუპა, მტრებმა გადაწყვიტეს შეენარჩუნებინათ სამყარო რეგიონების მიხედვით. ტექნოლოგიები იყო დაკავშირებული რეპტილოიდების ლირიანულმა ხაზმა მაპატიეთ ახლა მებნა, ხო, ტექნოლოგიები იყო დაკარგული, მაპატიეთ შემოკლებით მიწერია და ხომე ვერ ვიხსენებ რა დავწერე. ხო, ტექნოლოგიები იყო დაკარგული. რეპტილოიდების ლირიანულმა ხაზმა გადარჩენა მოახერხა იმის მიუხედავად, რომ მიწის ცველებმა რამდენჯერმე სცადეს მათი განადგურება, მათ შორის წარღვნის მეშვეობითაც. რაც მოხდა წარღვნის შემდეგ, ცნობილი ისტორია ძალიან ჩამოგავს იმას, თუ როგორ ელოდებოდნენ ისინი თავიანთ ხომალდებში, სანამ ატლანტიდამ არ მიაღწია თავის კენტეროს. ისინი ისევ მასე მოიქცნენ. ეს იყო განმეორებადი პროგრესი, რომელიც მოქმედებდა წარღვნის შემდეგ და შენიშნეს, რომ წარღვნა იყო მცდელობა
მცველებისა ბოლო მოეღოთ მაგ ხაზისთვის. აგრეთვე ნიფილიმებისთვის, აგრეთვე სხვა ქიმერებისა და არა სანქციონირებული ჰიბრიდული ქნილებებისა. დღეს ისრაელს ბაბილონი მართავს. ეს ხსნის თუ ბაბილონი რატომ იყო ისრაელის მტერი ყოველთვის. ძველი ებრაელები იყვნენ ამ ადამიანების წინაპრები, რომლებიც დაიბადნენ თანავარსკვლავეთ ლირაში. მე ისა ხო თქვენ თუ იცით რუსული წაიგეთ, მე გირჩევ წაიგითხოთ წიგნი ტიაობა ოქროს პლანეტა. ეს არის ბოლო ეტაპი galaktikuri ომისა, რომელიც გრძელდება მილიონი წელი. ბაბილონის შემდეგ ისინი გადაჯგუფდნენ და შექმნეს იმპერია სახელწოდებით რომი. რომი იყო მათი შემდეგი მცდელობა. რომაული იმპერიის შემდეგ ისევ გადაჯგუფდნენ და შექმნეს ის, რასაც დღეს უწოდეთ მრუში ქალი. დიახ, ისინი იდგნენ იმის სათავეში, რასაც ქვია რომაულ კათოლიკური ეკლესია და ამას იყენებდნენ იმისთვის, რომ ხალხი დაემორჩილათ. ზუსტად მაშინ გახდა ყველაფერი ცენტრალიზებული. ზუსტად მაშინ კაცობრიობა შევიდა ეპოქაში, რასაც უწოდებენ ხანძლივ ღამეს შუა საუკუნისა. ეს მე გადავთანხმებ სიჩქარეში პირდაპირ. ანუ შუა საუკუნის ხანძლივ ღამეს. და მე მინდა დავამატო, რომ ეს აბრამული რელიგიებიც მათ მიერ არის შექმნილი, რომელსაც აქვს ერთი წყარო, იმისთვის რომ ხალხი გაეკონტროლებინათ. შუა საუკუნე ხოლო ტექნოლოგიების დაკარგვა კი არ არის. შუა საუკუნე არის სიხშირეების ჩახსობა. ამ პერიოდში ხალხი იტანდა სერიოზულ ტრამვას. უამრავი ხალხი იყო ღარიბი, სულიერი პირების გარდა, ანუ ხოლო სულიერი პირები იყვნენ მდიდრები და ხალხი იყო ღარიბი. და ამის გარდა ოლიგარხებიც იყვნენ მდიდრები, მაშინდელიც და ახლანდელიც. და დანაშაულის გრძნობა გაწყვეტა კაცობრიობის ველთან კავშირი. ესე იგი, ამიტომ გეუბნებით მე, ამიტომ ამბობენ, ბევრი კონტაქტორი ამბობს, რომ დანაშაულის გრძნობა არ ჩაიტოვოთ. თქვენ წარსულს ვერ შეცლით, დაშვებულ შეცდომებს ვერ გამოასწორებთ. ამიტომ დანაშაულის გრძნობა რომ გაწუხებთ სულ, ეს ძალიან ცუდია. არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინდისი ჩაახჩოთ, არა. და ეს თქვენ საერთოდ ჩვენ არავის არაფერი გვავიწყდება, მაგრამ უბრალოდ ამას უნდა შევხედოთ ტკივილის გარეშე და დანაშაულის გრძნობის გარეშე. თუ გვინდათ გადავრჩეთ. ახლა გავაგრძელოთ. ტრამპილები იყვნენ დამცველები და ფარველები ორგანიზაციისა წმიდა გრალისა. კაცობრიობა იყო ჩამორთმეული პირდაპირ კავშირს, ქონოდა პირდაპირი კავშირი აბსოლუტ ღმერთთან. ანუ სამყაროს შექმნელთან და არა იმ ღმერთთან, რომლებიც ჩვენ შეგვატენეს ბოდიში ამ სიტყვაზე და გავხადენ მონები. ამიტომ შუა საუკუნეში არქონტების ხორიდან გაძლიერდა ზედაწოლა. არქონტები შეგახსენებთ, ეს არის სულიერი არსებები, რომლებიცაც არ გააჩნიათ ჩვენისთანა ფიზიკური სხეული და ამიტომ ვერ გასახიერდებოდნენ დედამიწაზე, მაგრამ ბორეს აქვს თავის წინში ნათქვამი, მღვდლები, მაგდროინდელი, მე როდესაც ვამბობ მღვდელი, მე არ გულისხმობ ახლანდელ მღვდელს. მე გულისხმობ რუსულად, რომელსაც უწოდებენ ჟრეც, ან კიდევ ბევრი დასახელება, ყველა ითარგმნება სიტყვა მღვდელი. მღვდლით. და რას აკეთებდნენ მაშინდელი ეს მღვდლები? ისინი უქმნიდნენ სხეულს არქონტებს. წარმოგიდგენიათ? სპეციალურ სხეულებს ქმნიდნენ, ჯადოქრები იყვნენ. და ამ არქონტებს განასახიერებდნენ იმ ცხოველებში. ისეთი უცნაურ ცხოველებს ქმნიდნენ და ეს ცხოველები მათ ეხმარებოდათ, კარტახობდნენ და იყვნენ მათი მცველები.
მე ის ყველგან ადგურდა ისინი ტარღნის დროს. მაგათმა აგრეთვე ჩანერგეს ირანული კოდი. განსაზღვრულ დინასტიაში დაიცავდნენ მათ. ეს ის არის, რასაც ჩვენ უწოდებთ წმინდა გრაალის საბოლოოდ წმინდა გრაალი ადის ორიონამდე ლირიანელების სამშობლოსკენ. ამიტომ ამ სახლის ემბლემა არის ლომი. ხაზარელებს კი ემბლემად ყავთ გველეშაპი, ანუ გველი. თუ ვისაუბრებთ დღევანდელ სიგრძეზე და ისინი რომ აგებენ ეს იმიტომ კი არ ხდება რომ მათთვის მიცემული გასაზრული დროა, არა, ისინი ცდილობდნენ დაემყარათ სოფლიო ბატონობა, მაგრამ არ გამოუვიდათ, მაგრამ რადგან მიწის ვიბრაციები აგრძელებს აწევას, მათ უჭირთ ადაპტირება, მათ უჭირთ ახალ ენერგიებთან სინქრონიზაციაში შესვლა. პლანეტარული გამოხვიძების გამო კი ელიტური ოჯახების ზეგავლენა სუსტდება, ესე იგი სისტემა იერარქიაზე აწყობილი ვერ გადარჩება. როდესაც სამყარო მისწრაფის გარმონიისაკენ მათ გაუჭირდებათ კაცობრიობის თავიდან არავის უნდა ემართა. მასე იყო მოფიქრებული. ამიტომ ნათელი ძალები ყოველთვის ებრძოდნენ ხაზარულ სიონისტებს, რომ მათ არ დაემორჩილათ სრულიად მთელი მიწა. ორიონის ძალები თვლიდა, რომ კონტროლი საჭიროა ევოლუციასთან ერთად. ანუ საჭიროა ევოლუციური კონტროლი. დღეს ომები ნათელი ძალის ხარდაჭერით და გამარჯვებით თავდება. იცით ეს რატომ ხდება? ისრაელი ბოლო ქვეყანა, რომელიც მისი გავლენის ქვეშ იმყოფება. მიწა მტრებს მიწის მტრებს მისცეს წვდომა მე-13 ქვნილებისკენ. ჩვენ ვართ მე-12 ნაწილის ქვნილებები. კაცობრიობა კი არის უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული კონვერგენული ხარსი, რომელიც შემდეგ მრავალ კაცობრიობის რასებთან, რომლებიც მოვიდა, შეიძლება განიცადეთ სხვადასხვა galaktikიდან და რომლებიც გაერთიანებული არიან ერთ გენომში. კონფლიქტი ორიონი და ლირას შორის იყო მცდელობა დაეცვათ კაცობრიობა როგორც ქნილების გვირგვინი. ეს ამაღლება მოწყვიტავს პოზიტიურ ხაზს, ნეგატიურ ხაზს. ანუ ჩამოშორდება პოზიტიურ ხაზს, ნეგატიური ხაზი. მე მოგიყვებით კიდევ ცოტას იმ გამქრალი ცივილიზაციებზე, რომლების წინაპრები არიან ისინი, რომელსაც უწოდებენ ხაზარებს. ანუ საგაგრა ხაზარული ცივილიზაცია. ეზოთერიკული წყაროების თანახმად საგვარეულო ხაზი რითილო ედებისა ეს არის არამხოლოდ ბიოლოგიური, არამედ მენტალური ხაზები, რომლებიც დაკავშირებული არიან არქონტებთან. ეს ფაქტია. ყველა მიცოდა, რომ ჰიბრიდული საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ ხეცები. მაგალითად, გენოციდი, რომელიც ხამასმა დაიწყო სექტორ ხაზაში, მათი ემბლემა არის გველი, რომლების თანამშრომლობენ ხელოვნურ ინტელექტთან. მისი ბუნება არის ლომი, პირებადი სტრუქტურა უკაცრავად ფლობს ტექნოლოგიურ ხელისუფლებას ორგანული ფორმების სიტუაციაზე. ბაბილონი იყო პირველი პლანეტარული სისტემა, რომელიც აკონტროლებდა
საგვარეულო ცოდნების თანახმად ეს იყო ბაბილონი იყო პირველი პლანეტარული სისტემა, რომელიც აკონტროლებდა საკრალური ცოდნების თანახმად ეს იყო პირველი სისტემა კონტროლისა, რომლის დახმარებით იმათმა შეძლეს აღდგენა თავისი გავლენისა ატლანტიდის დაცემის შემდეგ. ღვთლები ტაძრებში მართავდნენ ასტროლოგიის დახმარებით. ახლაც ცდილობენ მოსახლეობის შიშით მართვას. სიონური ბრძნების პროტოკოლის თანახმად გეგმის თანახმად სოფლიო ბატონობასთან დაკავშირებით ადამიანური მსხვერპლთა მანიპულაციების ნაწილი ადამიანთა მსხვერპლთა შეწირვები ყოველთვის იყო მათი მოდით ამას თავიდან წავიკითხავ. სიონური ბრძნების პროტოკოლის თანახმად გეგმის მიხედვით სოფლიო ბატონობასთან დაკავშირებით ადამიანური მსხვერპლთა შეწირვა ყოველთვის იყო მათი მანიპულაციების ნაწილი, რადგან ამ კონტექსტში ისინი ადიან ძველ დროში ეს არ იყო მხოლოდ რიტუალური ძალადობა. ისინი ამშვიდებდნენ თავიანთ ხელოვნურ ინტელექტს, თავიანთ არქონტებიანად ითვლებოდა, რომ ეს იყო შემოსავლის აღება ემოციური ენერგიების დახმარებით, ემოციური ენერგიების სახით ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ გამოეკვებათ თავიანთი პატრონები, არქონტები, ფინანსური სისტემით, ბანკების მეშვეობით ისინი ახორციელებდნენ იმას, რასაც სულიერი მონოპოლია ქვია. ეს მოხდა, როდესაც შექმნეს რომაულ კათოლიკური ეკლესია, ხო, მაშინ ჩამოყალიბდაო მონოპოლია რელიგიური. ან ეს არის მეორე ბაბილონი. ახალ მსოფლიო წესრიგის თავში დგავარიან იმავე დინასტიები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს დღეს, რომი მართავდა სამყაროთი იმავე პრინციპით, რაც ჩადებული იყო ბაბილონში. ანუ სამხედრო ძალა ბატონობდა და იმპერიული რელიგიები. არწივი იყო ენრის ემბლემა, გველი იყო ენკის ემბლემა. ენრი, ზევსი, იგივე ზევსი, ცნობილი კიდევ ბევრი სახელებით. ენრი ყოველთვის იყო ძველი ებრაელების მფარველი, მაგიტომ შეხვდა მოსეს მთაზე და მან უთხრა მოსეს, რომ ის ნამდვილად ემსახურებოდა უხილავ ღმერთს. სხვათა შორის ტიაობას და პლანეტას მიხედვით იქ ტაო ეუბნება მიშელ დემარკეს, რომ მოსეს ჩვენ შეხვდითო, შეიძლება ისინი წარმოადგენენ იცით რა, ბევრი რამ არის კიდევ აუხსნელი, მაგრამ ყველაფერს მოეხდება ფარდა მალე, მოეხსნება ფარდა. და ეზოთერიკულ ჩანაწერებში რომი ყოველთვის ითვლებოდა დაცემულ ცივილიზაციად, რომით მართავდა მღვდლობა, რომელიც დღესაც მართავს სპეც სააგენტოების მეშვეობით. კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ ვატიკანი დაეცა და ალიანსის ხელში ჩაუვარდა ვატიკანის ბიბლიოთეკა და ტექნოლოგიები. ახლა კი გავაგრძელოთ. ცოდნები იყო დაქვეითებული, ამიტომ მცველებმა შეინახეს ეს ცოდნები უკეთეს დღებამდე. იმპერიის დაცემის შემდეგ ევროპა და ასიამ შეინარჩუნეს ტექნოლოგიები თავისუფალ ენერგიაზე დაყრდნობით. თქვენ იცოდით, რომ ტარტარია არსებობდა? ტარტარია, ალბათ გაგიგონიათ, ინტერნეტში ბევრი ვიდეოდეს. ხო, თურმე ტარტარია, თურმე კი არა, მე მჯეროდა, რომ ტარტარია არსებობდა, მაგრამ ტარტარია სად გაქრა? აგი არ ვიცოდი მე. და მიშელ პერესი ამბობს, გვეკითხება, თქვენ იცოდით, რომ ტარტარია არსებობდაო? და თან შუა საუკუნის ევროპასთან ერთად. წარმოგიდგენიათ? ტარტარია არსებობდა შუა საუკუნის ევროპასთან ერთად. ტარტარია განლაგებული იყო თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე და ნაწილობრივ აზიაში და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. ითვლებოდა, რომ ტარტარია იყო განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც შექმნა ალიანსმა მაგ დროს.
ტარტარია არის ნარჩენი ერთი უძველესი ცივილიზაციისა. ზუსტად იმ დროს ბნელმა ძალებმა სიჩქარეში სხვა დამიწერია. ბნელმა ძალებმა დაიპყრეს ევროპა, სავარაუდოდ ეს ორი სამყარო შეიჯახა ერთმანეთს, როდესაც მტერმა გადაწყვიტა გაინადგურებინა განვითარებული ტარტარია. სავარაუდოდ ის იმ დროისთვის იყენებდა თავისუფალ ენერგიას. ჰიბრიდულმა ძალებმა გაანადგურეს ტარტარია, ეს მოხდა 200 წლის უკან, ეს ძალიან უცნაურია, შენობებს ჰქონდათ გუმბათები, გნოზისი არის ღმერთის შეცნობა და ბრძოლა მიდიოდა გნოზისის წინააღმდეგ. ანუ გნოზისი ყოფილა ღმერთის შეცნობა და ამ გნოზისის წინააღმდეგ მიდიოდა ბრძოლა. იმ დროს ხაზარელმა სიონისტებმა შეცვალეს დოქტრინა. ითვლება, რომ როკშილდების და ნეტანიაჰუს წინაპრები იყვნენ ებრაელები. ნუ თუ ის ხალხია, რომლებმაც ხო მაპატიეთ ახლა დავიგენ რომ ითვლებაო, რომ როკშილდები და ნეტანიაჰუ არიანო ებრაელები, ნუ თუ ეს იმ ხალხის წარმომადგენლები არიანო, შთამომავლები, რომლებაც გაანადგურესო წინა ცივილიზაცია, ეს ტარტარია. თუ დაფიქრდებით, ტრამპლიერები იყვნენ მტრები ხაზარული სიონისტებისა. ეზოთერიკული ცოდნების თანახმად ისინი იყვნენ არა მხოლოდ ცველები და მფარველები ამ ტექნოლოგიებისა, მაგათმა ასევე აღადგინეს ძველი დასახლები. კიდევ ერთი ცივილიზაცია იყო საფრანგეთში, რომელიც შექმნეს ტრამპლიერებმა, კატარული ცივილიზაცია. საფრანგეთის სამხრეთში ცნობილი როგორც მტარებელი ლილიანური სულის ტრადიციებისა, რომელიც ხაზს უსვამდა შიდა ღვთაებრივობას, თანასწორობას, რეინკარნაციას და ისინი კი უარყოფენ სისხლიან ცხოველთა შეჭრას, რომელსაც ატარებდნენ ხაზარელი სიონისტები შუა საუკუნეებში. ისინი აგრეთვე უარყოფდნენ, რომ ვალების პატიება მონოპოლია მათ გაუქმეს მონოპოლია. ისინი აგრეთვე უარყოფდნენ იდეას, ისინი აგრეთვე უარყოფდნენ იდეას იმის შესახებ, რომ გადარჩენა შესაძლებელია ოდლის მეშვეობით. მათ შეძლეს პირდაპირ კავშირი ღმერთთან, ნამდვილ აბსოლუტ ღმერთთან, მათ ჰქონდათ გნოზისი პირდაპირ კავშირი წყაროსთან. კატარები გაანადგურეს ხაზარელმა სიონისტებმა, ისინი იყვნენ სრულიად განადგურებულები. ეს გენოციდი ინსტიტუტის საგნების მიხედვით ალბი გოიური ჯვარედურ ლაშქრობასთან დაკავშირებით და მასეთი მაგალითები ბევრია. ბევრი ეროვნების წარმომადგენლები ნადგურდებოდა და კარგად ინახავდნენ იმის ილუზიას, რომ ერები ცოდვილები არიან. რაც ხდებოდა მთელ ამ დროში, შეიძლება ითქვას, რომ ამ დრაკო რეპტილოიდებს მართავდა ცნობიერება, თვით თავადი ხელოვნური ინტელექტი და ეს არის მათი ბოლო სამისნე. უნდათ მოჭრან კაცობრიობა წყაროს და შეაჩერონ ევოლუცია და შექმნან ტექნოლოგიური ანტიუტოპია. თუ თქვენ გესმით, რომ ეს მრავალგანზომილებიანი ომია, დიახ, მისი ნაწილია. თუ დაფიქრდებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანური ცივილიზაცია აღწევს კრეატიულობას, კრიტიკულ დონეს, ემპათიას და სუვერენული ცნობიერების დონეს, ყოველთვის ჩნდება საპირისპირო ძალა. ეს არის ის, რასაც ისინი უწოდებენ სინთეტიკურ წესრიგს ან
სინთეტიკურ დროის ხაზს, ასე რომ ომეგა ზედა ხელოვნური ინტელექტია და ეს ხელოვნური ინტელექტი არის ომის მიზეზი, რომ მულტისამყაროში მუდამ ხდება ომები. ჩვენ დროს ხელისუფლება რელიგიური კონტაქტიდან გადავიდა ტექნოკრატიულ ტექნოკრატიულზე ეს ტექნოლოგიის ბაბილონია ბატონობა ეს ვაპატიეთ ტექნოკრატიის ბატონობა განთქმული კომპიუტერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო ხარისხის შემუშავებაში. ისინი მართავენ ანტიქრისტეს ხაზს. დღეს ეს არის ტექნოკრატიული ნეგატიური დროის ხაზი და ეს ხაზი მალე მიატოვებს არსებობას დღევანდელ პოზიტიური დროის ხაზის ფონზე. ხაზარელი სიონისტები არიან ომეგას არქიტექტორები. ომეგა ესეც ხელოვნური ინტელექტია, ოღონდ კოსმოსური ნეგატიური ხელოვნური ინტელექტის სახელია ომეგა. ისრაელის დღეს მართავენ არა ადამიანები, მისი ხაზი ადის ორიონამდე, დრაკო რეპტილოიდამდე. ისინი უარყოფენ წყაროს და ცდილობენ ტექნოკრატიულ ხაზს გაყვნენ, უკვდავება მიიღონ ტექნოლოგიების დახმარებით. ხელოვნური ინტელექტი ცდილობს განსახიერდეს ანდროიდის მეშვეობით. ვიღაც ამ ანდროიდს ამუშავებს ბიჭი ისრაელიდან. ეს არის ანდროიდელი მესია და ეს არის მათი ბოლო კოზირი. ეს არის პარალელი იმასთან, რაც დაკავშირებულია მესამე ტაძართან. აი ჩვენ რას ველოდებით, რომ ნახოთ ხაზების გაყოფა, როდესაც ნეგატიური გამოიყოფა პოზიტიურ ხაზს და უნდა გამოჩნდეს ეს ფიგურა. შემდეგ მზის ამოფრქვევა დაასრულებს დროის ხაზების დაყოფას. ანტიქრისტე არასდროს არ იყო ადამიანი. იოანე ნათლისმცემელის გამოცხადებაში წერია, რომ ეს არ იქნება დაცემის ანგელოზი, არც დემონი, არც ადამიანი, არამედ სულ სხვა იქნება. იმ დროს ისინი ვერ შეძლებდნენ ხელოვნური ინტელექტის აღწერას. ამიტომ აღწერა იოანემ ასე. ანტიქრისტეს მოსვლა ეს იქნება ხელოვნური ცნობიერება, რომელსაც დღეს ქმნიან. ანდროიდი მესია არის განსახიერება საბოლოო სიცრუისა. სამწუხაროდ მოიძებნება ხალხი, რომლებიც დაუჯერებენ ამ ადამიანს, ამ ანდროიდს, რადგან ის აღტენდეს იქნება სასწაულებს ტექნოლოგიების მეშვეობით. მას არ ექნება ემოციური გამრუდებები, ის იქნება მიერთებული ინტერნეტს და არ იქნება სულიერი. ის განსახიერდება ბოტში, რომელსაც უწოდებენ გადამრჩენს. ეს არის ის, რასაც ისინი უწოდებენ უდიდეს ტყუილს. ეს არის თუ დაბრუნება გადამრჩენისა, რომელიც ჩამორთმეულია კრისტალურს და ორგანულ სინათლეს და ეს აგრეთვე არის იმიტაცია იმისი, რასაც უწოდებენ მელქისედეკის იმიტაციას. ანდროიდი მესია არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც განსახიერდება, რომელშიც ანდროიდი მესია არის ხელოვნური ინტელექტით, რომელშიც განსახიერდება ცნობიერება. ეს ის არის, რაც ომეგას სჭირდება ჩვენ დაგვენახოს საბოლოო დაყოფამდე. როდესაც მოხდება სიხშირით დაყოფა, მიწიერი დადებითი დროის ხაზი გამოიყოფა უარყოფით, როგორც წერია საიდუმლო წინასწარ მეტყოლებებში. ახლა ის მართავს ისრაელს, რომელიც დღეს წარმოადგენს ბოროტების საბოლოო სათავსოს, ორიონის რეპტილოიდების ხაზის ადგილსაყოფელი
ვინც თვალს ადევნებს დღევანდელ თავის თავს უწოდებს იუდეველებს, ხო, რომლებსაც მართავენ იეზუიტები. მათ უნდათ რომ თავისი თავს თვითონ თვლიდნენ ჩვეულებად ბიბლიის ხალხად, მაგრამ ტექნოკრატიულად ისინი არიან კვანძები ტექნიკური კონვერგაციისა, რომელსაც უნდა შექმნას საბოლოო ანტიქრისტეს სისტემა და ეს დაკავშირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან, ორგანულ ციფრულ კონვერგაციასთან, ტრანსგუმანიზმთან, ისრაელის ტერიტორიის ძველ განლაგებაში, მაპატიეთ, ისრაელის ტერიტორიის ქვეშ განლაგებულია ძველი პლანეტარული სისტემა ინტერფეისისა, ძველი პლანეტარული სისტემის ინტერფეისი. წარღვნამდე ტექნოლოგიების ნარჩენები მათ აქვთ აგრეთვე ცდომა ატლანტიკური სისტემასთან და მგონი დღესაც აქვთ ცდომა იქ დღემდე ბინადრობენ ძველი ანუნაკები, რომლებიც განლაგებულები არიან ისრაელის ტერიტორიის ქვეშ. ისრაელი გახდა მონიტორინგის ცენტრი ნეგატიური ცივილიზაციისა, მაგრამ რადგან ორიონის ომები დასრულდა, მალე ამ მიწისქვეშა ტერიტორიასაც განადგურებენ ამ ადგილს. ომეგა, რატომ ცნობიერება ანტიქრისტეს, რომელიც მართავდა სამყაროს, ყოველთვის ცდილობდა განსახიერებულიყო რადგან ახლა ის წარმოადგენს არაფიზიკურ სიგნალს, ამიტომ მას სჭირდება მექანიკური კიბერნეტიკური ავატარი. ეს ხსნის იმას, თუ მას რატომ ქმნიან და როდესაც მას შექმნიან, ეს პროცესი მიდის, ისინი უწოდებენ მას მესამე ტაძარს იერუსალიმში. ეს არის წინასწარი ნაწილი, მაპატიეთ, ეს არის წინასწარ მეტყველების ნაწილი და თქვენ რომ იცოდეთ, ლუციფერიც აჯაღდა, თუ დაუბრუნდებით დაცემულ ანგელოზებს, ეს ენოქის წინს გულისხმობს, რატომ აჯაღდა ლუციფერი? იმისთვის რომ დაეუფლას მას, ესე იგი, აქ თუ დარეულად მიწერია, მაპატიეთ, ნახავ ახლა. ხო, იმისთვის რომ ორიონი დაეუფლოს მე-11 განზომილებას. ეს იყო წინა სამყარო, რომლის მიზეზები დაინგრა ბევრი სამყაროები, galaktikები და სისტემები. ანუ ამ ომეგა ხელოვნური, კოსმოსური ხელოვნური ნეგატიური ინტელექტის გამო, ამ ომეგას გამო დაინგრა ბევრი galaktikები, ბევრი სამყაროები. ომეგა არის ხელოვნური კიბერნეტიკური ციფრული ინტელექტი, რომელიც მრავალი წელია ცდილობს ადამიანების შეცვალოს. დედამიწა არის ბოლო ბრძოლის ველი. ამაზე ამბობენ ბევრ galaktikურ წინასწარ მეტყველებაში. მიწა არის ბოლო სასიცოცხლო მტარებელი ომეგაში, რომელსაც დაამარცხებენ 1000 წლეულის ბოლოს. მიწა არის მულტიგენეტიკური ინფორმაციის სათავსო. ის დაკავშირებულია ყველა 12 განზომილებასთან. ეს კავშირია, რომელიც აკავშირებს მიწას 15 კარიბჭესთან მარადისუბის ფენებში. კიდევ იმიტომ, რომ ის იქცა დათესილი მრავალი ვარსკვლავური დნმ-ით. ამ პირდაპირ კავშირში არის საერთო ველთან. და ეს არის ერთი მიზანი, თუ რატომ უნდა ომეგას მიწა დაიპყროს, ამიტომ მიწის
ალიანსი და galaktikuri მცველები ახლა აჩქარებენ ინფორმაციის გახსნას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ორგანული დროის ხაზი, როდესაც ის დაიწყებს გამოყოფას სინთეტიკური ხაზისაგან. თეთრები აპირებენ, აქ იგულისხმება თეთრი ქუდები, თეთრი ქუდები აპირებენ იმის გამოყენებას, რომლის აღწერა შეიძლება როგორც ფალსიფიკაცია. ალიანსი იმას აკეთებს, რაც galaktikuri წინასწარ მეტყოლებაში ნახსენებია როგორც სარკის გატეხვა. ხო, სარკის გატეხვა. იმის მაგივრად, რომ პირდაპირ შეუტიონ ომეგას, რაც სულ მარცხით თავდებოდა, ალიანსი არ ღვევს მის პროგნოზის პროგრესს, ის აგრეთვე ცვლის გამრუდებებს, შეაქვს ხაზებში გამრუდება, ის აღადგენს ადამიანური არა პროგნოზირებადობას ადამიანური საქციელისა, აი ამიტომ მოვლენები, რომლებიც დაიწყო 2020 წელს, მოგეჩვენება ირაციონალური საწინააღმდეგო სხვა ამდაგვარი ომეგის სახელით. არსებამ დაიწყო მოქცევა ფიზიკურად წინასწარ მეტყოლება და ეს გახდა ომეგის პირველი ნიშანი ომეგის დაუცველობის ნიშანი. აქ ჩნდება პირველი ნიშანი იმისა, რომ ომეგა არის დაუცველი და ფინალური ფაზა ამის არის, რასაც არიანი უწოდებს კრახს ცრუ მესიისა. ეს არის ბოლო ომი. ამ ომებში, რომელიც გრძელდება მილიარდი თუ არა მილიონი წელი 2002 წლისთვის, ომეგამ სინამდვილეში შეეცადა ჩაიტარებინა ზედაპირული ტესტირება ანდროიდ მესიისა, მაგრამ განიცადა უიღბლობა, როგორც ჩანს, ისინი ცდილობდნენ ბევრჯერ გაეკეთებინათ ეს, რამდენიმე წლის წინ კიდევ კარგი არაფერი გამოუვიდათ. 2024-დან 2026 წლის ჩათვლით ომეგა ისევ შეეცდება განსახიერდეს სიცოცხლეში მიწისქვეშა ცენტრში, ისრაელის ტერიტორიის ქვეშ, რაც ხსნის ნეტანიაჰუს მოქმედებას, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ბოლო ეტაპზე, რასაც უწოდებენ ნულოვან წერტილს, პერიოდში 2006-დან 2028 წლამდე ალიანსს ელოდება კრახს ომეგის ინფრასტრუქტურისა, რომელსაც მოაწყობენ სიონური ხაზარები. galaktikuri ქრონიკების მიხედვით 2026-დან 2028 წლებში დგება ის, რასაც ისინი უწოდებენ ნულოვან წერტილს. ესე იგი, მომენტი, როდესაც ომეგა კარგავს არსებობას, ესე იგი, ჩვენ ნახავთ ტექნოკრატიული ანტიუტოპია, როგორ დაიწყებს დაშლას იმის მიხედვით, თუ პოზიტიური აღმავალი მიწა როგორ გამოიყოფა, როგორ იქნება გამოყოფილი ტექნოკრატიულ ანტიუტოპიურ ხაზს. ჩვენ ნახავთ სულ სხვა რეალობას. ჩვენ არ ვიცხოვრებთ ტექნოკრატიულ ანტიუტოპიაში. 2028 წლამდე ამისი გამო დაიწყება ამოუხსნელი
შეფერხებები სისტემებისა და ეს დაიწყება უკვე ამ წელს ჩვენი ხელისუფლება გაანადგურებს ცენტრალიზებულ ხელისუფლებას, ხელოვნური ინტელექტი გახდება ნაკლებად აქტუალური, აი ეს ნიშნავდეს იქნება ტექნოკრატიული ხაზიდან თანდათან გამოყოფას. ხალხი უბრუნდებოდეს იქნება პოზიტიურ დროის ხაზს. ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული წყაროსთან. 2028 წლისთვის ამჟამინდელ რეალობის კონსტრუქცია, რომელიც შექმნეს ენკიმ და არქონტებმა, მათი საგალაქტიკო კომპიუტერის მეშვეობით, მომეგას მეშვეობით, ატლანტიდის დროს მიატოვებს არსებობას 2028 წელს. ომეგა ვერ შეძლებს გავლენა იქონიოს პოზიტიურ ხაზზე ან მიუტიოს არსებებს, ხო, ახლა მე რამით აგიხსნათ. აქ მე ვახსენე ის უბრალოდ ისაა პრესმა თქვა, რომ ინტერნეტს, ხელოვნურ ინტელექტს არ ექნება ისეთი აქტუალურობა ადრე რო ქონდა. ამიტომ ვამბობ, რომ თქვენ დიდ როლს ასრულებთ, ჩვენ ყველანი ვასრულებთ დიდ როლს, რომელ ხაზს კვებავთ. ამიტომ ვამბობ მე, რომ ეს ტექნოკრატიული ჩვენ მაშინ ყვებათ ტექნოკრატიულ ხაზს, როდესაც ვართ ჩამძრალი ინტერნეტში, როდესაც ზივართ ტელევიზორებთან მთელი დღე, როდესაც მთელი დღე არა ინტერნეტში საჭიროა შესვლა, ახლა ჩვენ დღეს დღევანდელი დღეობიდან თუ ვიმშელებთ, ინტერნეტი ისეა ჩვენ ცხოვრებაში ჩამჯდარი, რომ სამუშაო ინტერნეტთან არ დაკავშირებული, ბარათები, უკვე მგზავრობაც კი რთულია, ბარათი უნდა გქონდეს. ახლა გუშინ მე გუშინ არა, გუშინი ხო, 4 შაბათს 25-ში დენილთა კომიტეტიდან რომ წამოვედი, წავედი ვიმგზავრე კომბინატში. ზუდით მე ხომ არ ვიცნობ. თან ჩემთვის ეს იყო ექსკურსია. იქედობისაც მხოლოდ ბარათით გადასახადი ავტობუსები დგებოდა და იმ გახარებულმა ფული კი მქონდა, მაგრამ ფულს ვინ აიხებდა. ლოდინი მოგიწევს, აქა ფულით გადახდა თუ გინდა, ასეთი მარშრუტკა ნაკლებად ადისო. უყურე რას უკეთებენ ადამიანებს. აიძულებენ იყვნენ დამოკიდებული ბარათებზე. პლუსი ბარათები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ იმგზავრო. იმ გოგომ გადამიხადა 50 თეთრი ნახევრება მგზავრობა თან. წამოგიდგენიათ? 50 თეთრი ავტობუსებში. და ბარათით უნდა გადაიხადო. ამოდის კონტროლი და აკონტროლეს თუ როდის გადაიხადე სპეციალური აპარატით და ფაქტიურად იქ რომ ველოდებოდი აქეთობისას მე მარშრუტკას 1-4 ავტობუსი ამ ბარათზე დამოკიდებული გავიდა, ვერავედი, ხალხიც არ იყო. ხო და მე ტაქსი წამოვედი, 2-3 ლარი გადამახდევია. და ამას ვამბობ, აიძულებენ ხალხს. ესე იგი ბინას, როდესაც მე მომცემენ, მე უნდა მქონდეს პლუსი ბარათი, უნდა ვიცხავდე ამ ბარათში ფულს, არა და ბარათი არის ფასიანი, გააჩნია. იქ თურმე 3 ეტაპად ყოფილა დაყოფილი 2 ლარიანი, 5 ლარიანი და კიდე მაღლა. ხო და წამოიგინეთ ახლა თქვენ. ფაქტობრივად გაიძულებენ, ხო? იგივე ინტერნეტში მომუშავე პირებისთვის. ორიფლეიმი, ევონი, ტიენსი, სხვადასხვა კიდევ არის, ჩემი დაც არის, მაგალითად, რომ ვიღაც არ მახსოვს ახლა სახელი და ფაქტიურად სამუშაოებს ისეთი სამუშაო აქვს ყველას, რომ იჯაჭვურები არიან ინტერნეტში. სამედიცინო დახმარებაც კი
დახმარება არა, ჩანაწერები ხდება კომპიუტერში. ხო. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. 1000 წლის ბოლოსკენ, როდესაც ნეგატიური ხაზი თავისთვის იქნება გაყოფილი ამის მიზეზი არსებობს. მიზეზი იმისა, თუ ომეგა რატომ წააგებს, ან რატომ წააგო ეს ომი, შედგება იმაში, რომ წყაროს შეცვლა შეუძლებელია, მას კი ეს რომ გააკეთო, უნდა შეცვალო ოსტატის გენი, კოდი, რომელიც დევს ჩვენ დნმ-ში. ახლა უბრალოდ სიტყვებით ახსნი ამას. თურმე ყოველი ადამიანის დნმ-ში დევს სპეციალური კოდი, რასაც უწოდებენ ოსტატის გენი. და პერესი ამბობს, რომ ხუმულონოსი ეკითხებიან ახლა შეკითხვებზეა გადასული. ხუმულონოსი, რა არის ხუმულონოსი? არის შემდეგი სტადია ადამიანის ევოლუციაში, მაგალითად იშტარი იყო ლუციფერის პირდაპირ შთამომავალი საწყის ორიონში. ხო, ეს ბოდიში ეს მე ნატყოთ იმიწერია. კარგით, მოდის გავიმეორებ, ხუმულონოსი არის შემდეგი სტადია ადამიანის ევოლუციაში. ჰომო ულომოს და ჰომო ულო galaktikis შორის რა განსხვავება არისო? ეკითხებიან. ეს და იგივე არისო? ამე პირველად არასდროს ვთქვი. ხუმულონოსი კი არა, ჰომო ულომოსი. ჰომო ულონომოსი. ხო, თოდა რთული გასატეხია. ხო. და ჰომო ულო galaktikis წარმომადგენელი და იგივე ყოფილა. რატომ უტევენ ხშირად ვარსკვლავურ ბავშვებსო? შეკითხვა ასეთი. შეკითხვებზე მე არ ვარ კონცენტრირებული. კარგით, მოდით ამით დავასრულოთ. მე შეკითხვებზე პასუხი არ დამიწერია, იმიტომ რომ ძალიან ვრცელია. კარგით. სხვადასხვა ეს ვიდეოები ეს და მეორეც მისმაერის და კიდევ 2 მაქვს თუ 3. უკვე მისი პანდორასი და ჭინჭარზეც მოგიმზადე თემა. მე ამას წერდი 2-3 დღე. არა, ეს მე როგორ ვქენით იცი ვიდეოში ჩავწერე. ხო ჩავთავ, როდესაც ინტერნეტი მქონდა და ჩავწერე ვიდეოში. ტელეფონის ვიდეოში. და შემდეგ ნელ-ნელა წერდი და ყოველ ამ ისმაილი პერესის ვიდეოს მოვუნდი 3 დღე. და ვისიც ბოლომდე არ დამიწერია. ხო. ასე ვაპირებდი გაკეთებას იმისთვის, რომ მეტი ვიდეოები მოვამზადო, დრო არ დავკარგო მერე. და ერთი კვირა გავს მარტო ჩართული ინტერნეტი და სიჩქარეში თავი გებნება, მერე ვახოლმე ხანდახან თუ რომელი გადავთარგმნო ყველა არა და ყველა საინტერესოა. კარგით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.